სამი მიზეზი მეგობრებო, რომ პლანი არ არის მსუბუქი ნარკოტიკი საღამომშვიდობის. პირველი ეს არის ჩვეულებრივ დამოკიდებულებას იწვევს, ხო, მასზე არ შეგიძლია უარის თქმა. პლანს შეუძლია ერთი ქალაქი და მეორე ქალაქში წაგიყვანოს რამდენიმე სიგარეტის გამო. პლანს შეუძლია შუაღამეს აგაყენოს და ქალაქის ერთი თავი და მეორე თავში წაგიყვანოს, რომ თუნდაც ორი ნაპასი დაარტყა ბუბულატორში. ამიტომ ჩვეულებრივი მიჯაჭვულობა და ჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს როგორც სხვა ნარკოტიკებს. დამოკიდებულებაში რას გულისხმობ, ხო? ჩვეულებრივი ტოლვა აქვს, ის აკვიატებული სურვილი, ხო, ვიღაცა ინექციით იკეთებს ნარკოტიკს, ვიღაცა სვამს, ვიღაცა ნაპასს ურტყამს. ამით არის განსხვავება, მეტი არაფრით მეგობრებო. მეორე ეს არის პლანი გართმევს დროს, ყველაზე ძვირფას, პლანი გართმევს განვითარების შესაძლებლობას, წინსვლის შესაძლებლობას და როდესაც 24 საათიან მოწევაში ხარ, შენ ცხოვრებაში ერთადერთი რაც იზრდება, ეს არის კოკაკოლის ბოთლი, ხო, ბუბულატორისთვის. მეტი არაფერი არ იზრდება, არც შენი ხელფასი იზრდება, არც შენი კარიერა იზრდება, არაფერი არ იზრდება. ხოლო იზრდება დოზები, მოხმარების გრამები, თუ ეწეოდი ადრე 1 გრამს, ეხლა ეწევი 5 გრამს, დღეში მერე 7 გრამს და იზრდება თუ ადრე ხმარობდი ლიკანის ბოთლს ლიტრიანს, მერე უკვე ლიტრანახევრიან ბოთლს ხმარობ კოკაკოლის, მერე უკვე 2 ლიტრიან ბოთლს ხმარობ. და მესამე მეგობრებო, პლანი რაც შვება ბიოლოგიურად ნენელა კლავს. პირველი ეს არის, რომ შენს მეხსიერებას კლავს და ნეირონულ უჯრედებს. თუ მაღაზიაში წახვალ კარტოფილის და პურის საყიდლად, პურს იყიდი და შეიძლება დროთა განმავლობაში დარეკო უკვე და იკითხო ის მეორე რა დამაბარეთ არ მახსოვს და ეგეთი რაღაცეები იწყება უკვე, ანუ მეხსიერების ჩავარდნები გეწყება დრო და დრო. მეორე რაც არის კუჭის პრობლემები, იმიტომ რომ როდესაც ეწევი, დაბოლილი ადამიანის ცხოვრება რა არის, ხო? მოწიოს, მერე ბევრი ჭამოს, მერე კუჭში გავიდეს, მერე ისევ მოწიოს. ანუ ეს არის ძირითადი წრე დამოკიდებული ადამიანის. თან ხშირ შემთხვევაში დაბოლილი ადამიანი როგორ იკვებება, ხო? ფასტ-ფუდებით, შაურმა, ბურგერები. რაზეც ეწყება კუჭის პრობლემები, ეწყება უკვე გაცხიმოვნება სხეულის, ტესტოსტერონი ქვევით ვარდება, კაცის ჰორმონი, არანაირი უკვე სექსუალური სურვილებიც არ გაქვს, იმიტომ რომ გეზარება, ხო, ეხლა მაგარ დაბოლილზე, სექსი, სიარული, ყველაფერი გეზარება და ტესტოსტერონი რა არის, ხო, კაცის ჰორმონი, რომელიც გაძლევს აი мотивациას, წინსვლის სურვილს, რაღაც ძალას, ეგრეთ წოდებულ ჟილკას, დაბოლილზე ყველაფერი გეზარება. გააქვს ასევე სექსუალური პრობლემები გეწყება ბუასილის პრობლემები, გეწყება მხედველობის პრობლემები. ამიტომ მეგობრებო, ის რომ პლანი მსუბუქი ნარკოტიკია, ეს არის ტყუილი, ეს არის ილუზია. პლანი ჩვეულებრივი ნარკოტიკია, როგორც ჰეროინი, როგორც სპირტი, როგორც ფსიქოტროპული აბები. განსხვავება უბრალოდ არის დროის მომენტია, როდის დაგინგრევს ცხოვრებას. დიდი მადლობა, მე ყველას გისურვებთ მშვიდ და ჯანმრთელ ღამეს.